ატარები ვიყავით, შეიძლება ითქვას, როცა კარლო კაჭარავას არსებობის შესახებ გავიგეთ და სამწუხაროდ ის უკვე აღარ იყო ამ ქვეყნად მაშინ და მაშინ ჯერ არც გამოცემული იყო მისი წიგნები, არც დაბეჭდილი იყო ესე აქტიურად, არც მთელი ლიტერატურული პროცესი ესე აქტიური არ ყოფილა, როგორც შეიძლება დღეს იყოს. და ამიტომ ჩვენ კარლოს შესახებ ერთმანეთს ვაგებინებდით ესე ერთმანეთს გადაძახილ-გადმოძახილით და ვეძებდით მის ლექსებს. კარლო კაჭარავას გამოუქვეყნებელმა პოეტურმა ჩანაწერებმა ერთ კრებულში მოიყარა თავი. კრებული, რომელიც ბელაწიფურიამ შეადგინა, მისი ბოლო ლექსით იწყება და 1993 წლიდან შებრუნებული ქრონოლოგიით 1985-86 წლებში დაწერილი პირველი ლექსებით სრულდება. კარლო კაჭარავას ახალი პოეტური კრებული გამოცემულმა ინტელექტის მიერ 100 ლექსის სერიის ფარგლებში გამოიცა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მხატვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვის, მაგრამ როგორც პოეტი მისი შემოქმედების გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის 100-ვე ის ლექსი, რომელიც შეიძლება თანამედროვე ქართული ავანგარდის რაღაც ფუნდამენტურ ტექსტებად იყოს მიჩნეული. სულ რამდენიმე პოეტია კარლოს თაობაშიც და პრინციპში ჩვენი მამების თაობაში, როგორც შეიძლება უწოდოთ, რომლებმაც განსაზღვრეს კიდევაც ჩემი და ჩემი მეგობრების პოეზიის სტილი და ძალიან ბევრი დეტალი, რაც ჩვენ გვაქვს. თუნდაც არა მხოლოდ ფორმები, არამედ ღირებულებები და ფასეულობები, რაზეც წერთ. თუნდაც ის თავისუფლების ძალიან ძლიერი განცდა, რომელიც კარლოს ჰქონდა. პოეტს რომ თავისუფალი ბუნება ჰქონდა, ამას მისი დაცვი დასტურებს. როგორც ლიკა კაჭარავა გვიხსნის, ძმის პოეზიაზე მნიშვნელოვანი გავლენა ფრანგმა სიმბოლისტებმა მოახდინეს. მან დიდი ინტერესით დაიწყო თანამედროვე დასავლეთის ხელოვნების შესწავლა და ქართული კულტურის მსოფლიო კონტექსტში კვლევა. სწორედ მისმა ძმამ შეიმუშავა ხელოვნების ახალი მიმართულება და არა მხოლოდ პოეზიაში, არამედ მხატვრობაშიც. ეს გახლავთ მამისა და ქალიშვილის თემა. ეს თვითონ კარლოს ტექსტი იყო და თვითონ კარლოს საწუხარი იყო, ასე რომ ვთქვათ, და მამას და ქალიშვილს ძალიან ხშირად ხატავდა. ეთყობა ოჯახიდან გამომდინარე, ჩვენ მამა ადრე გარდაგვეცვალა და მე რაღაცნაირად თვითონ კარლო მიტვირთა ოჯახის კაცობა და რაღაცა უფროსობა და რაღაცნაირად დაეკისრა ალბათ ოჯახიდანაც, ნუ მარტო იტვირთაზე არ არის. ეს გახლავთ ძალიან ცნობილი ნამუშევარი კარლოსი, ეს პროსპერიდადის მიღმა, ეს არის ესპანეთში გახდათ წასული და იქ მისი მეგობარი გოგონა ცხოვრობდა და ეს მისი ახალგაზრდობა და მისი როგორ გითხრათ, ერთ-ერთი ისტორია პროსპერიდადი გახლავთ ის ქუჩა, სადაც ეს ამჟამად ქალბატონი და მაშინ გოგონა ცხოვრობდა. თხეოდა, კი არ იღებდა, არამედ ემთხეოდა ჩtildeური თვათ ექსპრესიონიზმის ტიპაჟებს, მაგალითად მას ყავდა ყოველთვის თხელი გამხდარი ქერა გოგო. ეს იყო მისი ხატსახე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც გადადიოდა ცოტა ოდნავ მაცდური, ოდნავ შეცდენილი, ოდნავ ანგელოზურად თქვათ დაბნეული, მაგრამ ამავე დროს ძალიან გახსნილი. ამ ნაღვლიანი. ეს კარლოს ხატსახე ტიპაჟი იყო, რომელსაც ერთი სურათთან მეორეში მოანაცვლებდა და ეს იყო აი მართლა ვარსკვლავი, უბრალოდ მეტეორი, მანათობელი მეტეორი. შემოიჭრა, გაანათა, გაასხივოს და მოიტანა ცნობიერება გერმანული იმპულსით, ან ქართული ტემპერამენტით და ნახველით გაჯერებული. უფრო მეტად ვიტყოდი მეგრული ნახველით გაჯერებული და მივიღეთ ფანტასტიკური ხელოვნება, სამწუხაროდ იგი ძალიან ადრე წავიდა, მაგრამ გენიალური ადამიანები ხშირად ძალიან ადრე მიდიან, მაგრამ ძალიან დიდ სიბრძნეს ტოვებენ. კარლო კაჭარავა 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ხელოვანმა მოასწრო შეექმნა ინდივიდუალური სამყარო, სადაც სხვადასხვა დროისა და სივრცის ადამიანებს, განსხვავებულ პერსონაჟებსა და მრავალ ფერს მოუყარა თავი. მას ერთადერთი სურვილი ჰქონდა საყოველთაო ქაოსში ეპოვა სიმშვიდე. ასეთი ღარიბია ჩემი ოცნება და ეს სიღარიბეც ასეთი ვერ შესაძლება. მე ვებრძოდი მარტოობას მღდალი ოცნებით, ის კი არ ცნობდა არც ამ გარიგებას და საცხოვრებელი, რომლის სუნიც მიყვარდა, დაიკეტა ჩემთვის ისევე როგორც მაღაზია, რომელშიც უმედოვნებდი პურის ყიდვას. ყველაფრის მიღმა მე ვხედავდი ჩემს კიდევ უფრო დაბერებულ თავს რაღაც ხნის შემდეგ, როცა ხმობისას თქვენკენ მოვბრუნდები სარკმელთან დგარდა.